ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 25 და 53 ყოფილ სამხედრო ბატალიონებში შესახლებულები საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. თვითნებურად შესახლებულები ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ და სახელმწიფოსგან თავშესაფარს ითხოვენ. მაღალმთიანი აჭარიდან ჩამოსახლებულები ირწმუნებიან, რომ მძიმე სოციალური და ეკოლოგიური პრობლემების გამო აჭარის მაღალმთიან რაიონებში ცხოვრება აღარ შეეძლოთ, რის გამოც გადაწყვეტეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ჩამოსახლება. აჭარის მთავრობაში უკვე შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელმაც აღნიშნული ოჯახების სოციალური მდგომარეობა შეისწავლა. დასკვნის თანახმად დახმარება 100-მდე ოჯახს სჭირდება. დავთმო, სანამ პიში სული მადებს, თუ ყდას გამიტანებენ, საფლავსაც გავაკეთებია მთავრობას. ცოცხალი თავით ააცათ მათქანი გაქცელია ვათიქედან და თავის შედაგმანებას მთავრობა. ჩვენი დღევანდელი შეკრება ემსახურება იმას, რომ ხელისუფლება გავაფრთხილოთ, რომ ჩვენი მდგომარეობა აჭარის განსხვავდება. აქ 16 ობიექტია, სადაც თვითნებურად შესახლებულები არიან. მაგრამ ამ 16-ში ადგილობრივი მოსახლეობა, ანუ აჭარელი მოსახლეობა და თუ ეხლა ჩვენ ამ ხალხს გამოვყრით ისე, რომ არ დავაკმაყოფილებთ ან სხვა რაღაცას არ შევთავაზებთ, გამოდის, რომ ჩვენ აჭარაში აჭარელი დევნილები გვეყოლება.